კბილების გამოხერხვის შემდეგ უმოკლეს ვადაში ხდება წარმოიქმნება კბილის პელიკულაზე კოკები. ანუ კოკების კოლონიზაცია იწყება. შემდეგ უკვე 12 საათის განმავლობაში ყალიბდება ბაქტერიული ბიოამკი, რომელიც მაკროორგანიზმის სხვადასხვა უჯრედთან ერთად მაკროფაგები, ლეიკოციტები, იგივე ჩამოფრჩქვნილი ეპითელიუმის ნარჩენები და საკვების ნარჩენებთან ერთად წარმოქმნის უკვე ბიოამკს. 24 საათის განმავლობაში ბიოამკისგან წარმოიქმნება ნადები. და რბილი ნადები ეს არის როგორც ობლიგატური, ასევე ფაკულტატური აერობული, ანაერობული მიკროორგანიზმების ასე ვთქვათ კონგლომერატი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება კალციფიკაცია მოხდეს რომლის და წარმოიქმნას მაგარი ნადები, ანუ კბილის ქვა.